და ლიდერ ქალთა რუბრიკა დაიწყება, რომელსაც ნათია შათირიშვილი ამზადებს და მისი ავტორობით დღეს ძალიან საინტერესო სტუმარი გვეყოლება გადაცემაში. დღემშვიდობის ნათია, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის და ძალიან საინტერესო სტუმარი კიდევ ერთხელ გამომეორდები ყავს ჩვენს გადაცემას და გისმენთ ყურადღებით. მოგესალმებით, დღეს ჩვენ ყავს ქალბატონი მადონა კოიძე, უძლიერესი ლიდერ ქალთა ორგანიზაციის ასევე საპატიო წევრი, ძალიან ჭკვიანი, ძალიან ენერგიული და მართლაც ლიდერი და ძლიერი ქალბატონი. ჩვენი კოლეგაც ამავდროულად. ფანტასტიკური ჟურნალისტი. არ ვიცი რამდენად ვიქნები მართალი თუ ვიტყვი ობიექტური უბრალოდ თუ ვიტყვი რომ ყველასთვის საყვარელი მეთქი. ეს ვიცით რომ ბავშვებისთვის ძალიან საყვარელია. ის არის ფანტასტიკური დედა, ფანტასტიკური პროფესიონალი, ფანტასტიკური ბებია, მაგრამ ყველასთვის საყვარელი მე მგონი ვერ იქნება, ხო? თავისი პროფესიიდან გამომდინარე, ალბათ უფრო არაკეთილ სინდისიერი რესტორნის მფლობელებისთვის ვერ იქნება ყველასთვის საყვარელი, ხო? თუმცა ჩვენ ვიცით ის რამდენად ობიექტურია და სხვათა შორის ძალიან კრიტიკული თვალით უყურებ ხოლმე მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი სიმპათიებით ვარ მის დამი განწყობილი, ყოველთვის კრიტიკული თვალით უყურებ ხოლმე, აბა რას გააკეთებს ახლა ამ მოცემულობაში ქალბატონი მადონა, რამდენად ობიექტური იქნება. და ხშირად მიფიქრე ასევე დიდ დროს არ წაგართმევთ, მაგრამ მინდა თქვა, ჩემი მოსაზრება ამ თემასთან დაკავშირებით, ხშირად მიფიქრია, რომ აი წესი და რიგით კეთილსინდისიერი რესტორნის მეპატრონე უნდა იღებდეს ძალიან დადებითად ქალბატონი მადონას სტუმრობას, ხო? ჩემთვის პირადად მართალია არ მაქვს არესტორნო ბიზნესი, აბსოლუტურად განსხვავებული ბიზნესი მაქვს, მაგრამ რატომაც არა, ჩვენც გვაქვს სამზარეულო, ჩვენც ვიკვებები და ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა კონტროლის თვალსაზრისით შემოეხედა ცალ-თვალ ჩვენთანაც და მიეცა მითითებები, ხო? და ამას თავისთავად ხედავ ჩვენ სიამოვნებით მივიღებდით. ძალიან დიდი პატივისცემა ჩემი თქვენ ქალბატონო მადონა და აქო დავამატებ იმას, რომ ეს არა გაჟღერებულა პირველად ბავშვებს ძალიან უყვარს ქალბატონი მადონა. ამავდროულად საზოგადოება იცნობს მას როგორც ძალიან მკაცრი, კონტროლიური, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ ის არის უსაზღვროდ თბილი, უსაზღვროდ კეთილი და ბავშვებისთვის რატომ ამოიჩემეს ბავშვებმა არ ვიცი ჩემი შვილებიც ორივენი ერთად ჩვათანების ხედან ხოლმე და სკროლავენ ქალბატონი მადონას სიუჟეტებს და მიხარია რომ დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა წარვადგინოთ ლიდერ ქალთა ორგანიზაციის საპატიო წევრი ქალბატონი მადონა კოიძე ბოდიშკიხტით. არა რას ლაპარაკობთ, ძალიან კარგი შესავალი იყო. მოგესალმებით ქალბატონი მადონა და მოგესალმებით თქვენს მენელს და მაყურებელს მივესალმები. ძალიან ხშირად ვიყავი ხოლმე სანამ ჩემი გადაცემა მქონდა პალიტრატივის სტუმარი და ეხლა რაღაც აი მე სიამოვნა, როდესაც დამირეკეთ, რა თქმა უნდა, სიამოვნებით დავთანხმდი და მოვედი აქ ჯერ პირველ რიგში, იმიტომ რომ ვალდებულება მაქვს, იმიტომ რომ აქტიური წევრი ვარ ლიდერ ქალთა ორგანიზაციის და ასევე, რა თქმა უნდა, პატივი იყო ჩემი ქალბატონი ნათიას მხრიდან, რომ მომიწვია და აქ ვარ დღეს. ძალიან გვიხარია თქვენი სტუმრობა და სხვათა შორის ეხლა აი როდესაც ნათიამ აღნიშნა რომ ამ შემთხვევაში ყველას მაინც და მაინც არ უყვარსო. მოდი ასე ვთქვათ, დღეს თქვენ აკეთებთ იმ საქმეს, რაც უნდა აკეთოს შესაბამისმა სტრუქტურებმა, ხო? ფიტოსანიტარულმა მონიტორინგის სამსახურმა, სურსათის უვნებლობამ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ რეალურად ერთნაირი სტანდარტი რო არსებობდეს ქვეყანაში, ხო, ანუ იგივე უსაფრთხოების კომპონენტებიდან გამომდინარე. კი, რა თქმა უნდა, იქნებოდა ბევრი პოზიტივი დღეს საბოლოო ჯამში ბაზარზე. მოდი მე აი ძირითადად მაინც რადგან ბიზნეს გადაცემა, ბიზნესურ ჭრილში მინდა კითხოს და დღეს არსებული ეკოსისტემის სურათი, ხო? აი, რამდენად გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დღეს ბაზარზე მოქმედი რესტორნები, კაფეები და დაწესებულებები იცავენ თითოეულ სტანდარტს. რამდენად არის მოწოდების სიმაღლეზე მარეგულირებელი და იგივე მონიტორინგის შესაბამისი სტრუქტურები და რამდენად ექცევა ზოგადად სტანდარტებს დღეს ყურადღება ბაზარზე. Ну, დავიწყებ იქედან, რომ საქართველოს არ არის გამონაკლისი, ყველა ნებისმიერ ქვეყანაში არის კარგი და ცუდი ობიექტები და არ მინდა ცანსახად მაყურებელმა და მომხმარებელმა იფიქროს, რომ ჩვენთან არის კატასტროფა საქართველოში და ვაიმე არსა ჭამა არ შეიძლება და ასე შემდეგ. უბრალოდ ჩვენ მომართვიანობა გვაქვს მომხმარებლის მხრიდან მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კი ისინი არიან დაზარალებულები, განაწყენებული და ასე შემდეგ. ანუ პრობლემურ ობიექტებზე გვაქვს ინფორმაცია. ბევრი ახლა წერს არის ესეთი წერილებიც მხვდება ხოლმე
რა იყო ძალა არ ყოფნით, რატო არ შედიხართ აი ესეთ ობიექტებზე, როგორიც არის გუდვილი, როგორიც არის თქვა კარფური, როგორიც არის, ანუ ქსელურებზე არის საუბარი. იქ ყველა ქსელურს გულისხმობ აბსოლუტურად გამონაკლისის გარეშე. იქ სამზარეულოში ყავთ ხარისხის მენეჯერი, ხელშეკრულებები აქვთ ოფიციალური დადებული იმასთან სტრუქტურებთან, რომელიც დეზინფექცია დერატიზაციას. ანუ იქ ვალდებულება მეტი აქვთ და სულსაც ეროვნული სააგენტო სულ იქ არის ფაქტიურად, ხან გუდვილში, ხან იქ არის. იმიტომ რომ უფრო ჩანს აი ეს ობიექტები და ეს პატარა ობიექტები რეალურად არის ყურადღების მიღმა დარჩენილი. და იქ არის ზუსტად პრობლემა. ეხლა ნახეთ როგორი საინტერესო რამ არის. ეს ქსელური მაღაზიები არის ერთეულები, მაგრამ ეს წვრილ-წვრილი მაღაზიები არის ასობით და ათასობით. ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს მომხმარებელმა სადიყი და მე საერთოდ არ მაინტერესებს მფლობელის სტატუსი და მისი ჯიბი. აი ნაკლებად მაინტერესებს. ჩემთვის არის მნიშვნელოვანი თუ რამდენად უსაფრთხო 1 იქნება, 10 იქნება თუ 1000 იქნება. მომხმარებელი საზოგადოება ჩემთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ ეს არის პატარა ობიექტი თუ დიდი ობიექტი, თუ კი ერთ მომხმარებელს მაინც რისკი ემუქრება, ამ შემთხვევაში სახალხო კონტროლი იქ არის. რას ემსახურება გადაცემა სახალხო კონტროლი? რატო შეიქმნა საერთოდ? მადლობა ძალიან დიდი, თქვენ თქვით რომ მე კარგი ჟურნალისტი ვარ. მე საერთოდ არა ვარ ჟურნალისტი და მე ვერც გავბედავ რომ ჩემ თავს დავარქვა ჟურნალისტი, იმიტომ რომ მე არა მაქვს აკადემიური განათლება ჟურნალისტიკაში, თუმცა 2 ინსტიტუტი მაქვს დამთავრებული და ყველაფერი მე გაზრდილი ვარ რუსეთში და ყველაფერი მაქვს გავლილი აბსოლუტურად რუსულენოვანი. მე სიტუაციიდან გამომდინარე გავთხოვდი საქართველოში დავიწყე მეტყველება და ერთ-ერთმა ჟურნალისტმა თქვა შენ თუ ვერ მეტყველებ, შენ რო მეტყველებ და მაშინ რა იქნებაო. მეტყველებაშიც მაქვს შეცდომები, ვიცი, მე ამას უყურებ, მეც კრიტიკული ვარ საკუთარი თავის მიმართ, მაგრამ თვლი რომ აი იმ საქმეს, რასაც ვემსახურები, უფრო მნიშვნელოვანია. მე ნახეთ კიდე აი ბიზნესის თვალსაზრისით, ჩვენ შევხედოთ ამას, რას ემსახურება სახალხო კონტროლი. არა მარტო მომხმარებლის სამომხმარებლო განათლების ამაღლებას, არა მარტო აი ეს მომავალი თაობის ბავშვების მენტალობის შეცვლას, არამედ ჯანსაღ კონკურენტ უნარიან გარემოს ჩამოყალიბებაში ქვეყანაზე. და რატო? იმიტომ რომ ის 1000 წვრილი ბიზნეს ოპერატორი თუ არ ღვევს და იმას თუ აქვს საშუალება რომ არ შეიძინოს სადეზინფექციო ხსნარები, არა იყვანოს შესაბამისი სტრუქტურებიდან თანამშრომელი, იგივე ვთქვათ ხარისხის მართვაში, იგივე სურსათის უმნებლობაში, იგივე ვთქვათ დეზინსექცია, დერატიზაცია, ხელშეკრულებები დადოს, ანუ ვალდებულებები რაც არის, იგივე ჰასპის დანერგვა, ვალდებულებები რაც არის და რასაც ხარჯი აქვს, ეს თუ არა აქვს და ის წვრილია ძალიან და ამას გაურბის, რა თქმა უნდა ვერ იქნება ერთნაირი გარემო. თქვენ აკეთებთ გამოვლენას, თქვენ ავლენთ დარღვევებს და მანკიერებებს, მაგრამ მოყვება თუ არა ამ გამოვლენას კონკრეტული შედეგი. მე ვგულისხმობ დაჯარიმება, სანქცირება, ან თუნდაც იგივე ოპერირების შეჩერება, ხო? რაც არის სურსათის უმნებლობის სააგენტოს მანდატი, ხო? იმიტომ რომ ჩვენ შეიძლება ვიგებთ ხოლმე სიახლეებს, რომ ასე თუ ისე უწყება მუშაობს, მე არ მინდა რომ დავაკანინო, ხო? მაგრამ ალბათ ბევრია კიდევ სამუშაო, იმიტომ რომ როგორც თქვენ ბრძანებთ, აქ არის საზოგადოების ნდობაზე საუბარი. მაგრამ ძალიან ბევრი მოთამაშე დღეს თამაშგარე მდგომარეობაშია, უბრალოდ დარჩენილი, მე არ მინდა კონკრეტიკა დავასახელო, ხო? მაგრამ კიდევ ერთხელ ის რომ დღეს ჭრდილშია ბევრი მოთამაშე, ის არანაირ სტანდარტს არ იცავს, არანაირ ხარისხობრივ ნორმას არ იცავს. ასე შემდეგ თუ არ შეიქმნა სანქცირება და თუ სანქცირება არ გახდა პრეცედენტული, ეს კიდევ და კიდევ გაგრძელდება საბოლოო ჯამში და საქმე არ გამოგერდება. მადონა კოიძე შეიძლება იყოს და ხო, მაგას გულისხმობს ზუსტად. 80000 კვების ობიექტია სარესტორნო, რამდენადაც მე ვიცი, ხო? ერთმა მადონა კოიძემ რაც არ უნდა ძლიერი და რაც არ უნდა ესეთი ენერგიული იყოს, როგორ შეიძლება, ხო? ეხლა რა გადავწყვიტეთ? სხვა გზა არ აქვს. ნახეთ, წერილები არის იმდენად მაღალია მომართვიანობა საზოგადოების მხრიდან. შედეგი რა მოყვება ამას, ქალბატონო მადონა? ანუ შედეგი არის, რომ პირობითად დასანქციებდა, დაჯარიმდა, წარმოება შეუჩერდა და ასე შემდეგ. ანუ ესეთი პრეცედენტი აი ჩვენ გადაცემებში ძალიან კარგად ჩანს. ნახეთ, აბსოლუტურად ყველგან ამბობენ, მომეცით 1 კვირა, მომეცით 10 დღე და მოვაწესრიგებ. მე მოვაწესრიგებ.
მერე რა ხდება? სრულიად უსასყიდლოდ. ანუ ეს არის მთლიანად სოციალური პროექტი და მთლიანად ტელევიზიას, მადლობა ამისთვის საჭარის ტელევიზიას, მთლიანად თავის თავზე აქვს აღებული ყველა ხარჯი. მეორედ შევდივართ, ვამოწმებთ და აი ისევ უკვე გამოსწორებულ ობიექტს ვდებთ და ვაჩვენებთ, რომ ობიექტი ნამდვილად გამოსწორდა და ეს არ არის რეკლამა, უბრალოდ ეს არის ისევ ინფორმაციის მიწოდება მომხმარებლის მიმართ და ჩვენ გამოსწორებულსაც ვაჩვენებთ, თუ კი სულს ვაჩვენებთ, აი შემდეგ როგორ გამოსწორდა და შემდეგ. ხო, ეს უკვე მნიშვნელოვანია, როდესაც მითითებებს გაითვალისწინებენ და გამოასწორებენ, ეს უკვე მნიშვნელოვანია და შეიძლება ჩაითვალოს უკვე გაკეთებულ საქმედ, ხო? რა თქმა უნდა. და სურსათ ეროვნული სააგენტოც უბრალოდ აი ბიუროკრატია არის საშინელება. ეხლა მე მაგალითად ერთ-ერთი წერილი მივმართე ერთ-ერთ ორგანიზაციასთან დაკავშირებით და ნუ იმ ორგანიზაციამ არაკეთილსინდისიერი ორგანიზაციაა და წერილის შესვლის შემდეგ და ჩვენი შესვლის და გადაღების კიდე კარგი რომ კადრები არსებობს, საშინელება იყო და გადაღების შემდეგ 2 თვის მერე მით უმეტეს მივწერე წერილი, მივწერე ყველაფერი და 2 თვის შემდეგ შევიდა სურსათის ეროვნული სააგენტო. აი ესეთი არ არის რა იცით, აი სისწრაფე არ არის, აი სწრაფი რეაგირება არ არის. 2 თვის შემდეგ გასაგებია იმ ბიზნეს ოპერატორმა იცოდა უკვე რომ სურსათი შევიდოდა და მოაწესრიგა, მაგრამ ჩემთვის თავარია რომ მოაწესრიგა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გამოიტანა და ასე რომ ყველაფერი წესრიგში აქვს. 2 თვის უკან მე რო გადავიღე იყო წესრიგში. ეხლა გვაქვს დავა. არსებობს კადრები და ჟურნალისტური ეთიკა არ დაგვირღვევია, ჩვენ ძალიან ფრთხილები ვართ. მაგრამ ყოველ შემთხვევაში, აი, როდესაც პრობლემაა ის 2 თვე და სანამდე სახალხო კონტროლი შევიდოდა, მანამდე აი რატო ვერ ფლობენ ინფორმაციას, ეს ცოტა ჩემთვის გაუგებარია. ისე სხვადასხვა აი რამდენად არის მათთვის, თუნდაც იგივე თქვენს მიერ წასული, თქვენიდან წასული იმპულსები, გარკვეული გამოფხიზლების, ხა მე არ შეურაცხყოფის კონტექსტში არ ვამბობ ამას, გამოფხიზლების წინაპირობა, რომ მაგალითად აი ხა რამდენიმე პრეცედენტული დარღვევა არსებობს და შესაბამისად ანუ მარეგულირებელი ამ დროს რას აკეთებს. ხო, ანუ პირობითად ამ შემთხვევაში მანდატი, რაც მათ ხელში უყრიათ. ეს არის დაჯარიმების მანდატი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის სანქცირების მანდატი, ან უკიდურეს შემთხვევაში მას აქვს უფლება, რომ ოპერატორს შეურჩეროს უფლება რა, ვალდებულება. ვალდებულება. ლისი უფლება მე არ მაქვს. მათ ვალდებულება აქვს და მე უფლება არ მაქვს. არც ვაჯარიმებ, არც ვყიდავ. ანუ თქვენ მოვალეობა არის გამოვლენა და საზოგადოების ინფორმირება. შედეგი მოყვება ამას. ეხლა თქვენ ბრძანეთ მაგალითად რომ ერთი კვირის განმავლობაში მოყვება, ეს არის 1 თვის, 2 თვის თუ 3 თვის მერე თუ ანუ უფრო მოტივირებული არის ბიზნეს ოპერატორი რომ სწრაფად მოაწესრიგოს და იმიჯი აღიდგინოს, ვიდრე თქვათ შევიდეს სურსათის ეროვნული სააგენტო და ქართული ეტიკეტის გამო 500 ლარი დააჯარიმოს, ან პირველადი ჯარიმა თქვათ კრიტიკული შეუსაბამობის გამო გადაიხადოს 1000 ლარი, კარგი რა სასაცილოა, 1000-ობით ადამიანის ჯანმრთელობა 1000 ლარი ღირს, ან ეტიკეტი შენახვის წესი თუ არ იცი პროდუქტის, აი როგორ უნდა მოუთხოვო იმის სწორი შენახვა. ქიმიკატები ავიღოთ, აი როდესაც შხამქიმიკატები, ნუ ეგრეთ წოდებული არის ადიზინფექციო საშუალებები, აბა რა არის თქვათ, ხო, რომელიც იატაკის დეზინფექცია უნდა გავაკეთოთ, კედლების და ასე შემდეგ, ხო, მიკრობების განადგურების მიზნით. აი ეს ხო არ შეიძლება საკვებში რომ მოხდეს, ხო, მას თავისი წესი აქვს მოხმარების, თავისი ვადა აქვს შენახვის და ასე შემდეგ. თუ მე არ შემიძლია ეს წავიკითხო, როგორი განზავება უნდა გავაკეთო და ქართული ეტიკეტი არა მაქვს, ხო? აი ამ შემთხვევაში და 500 ლარი დაჯარიმდა ობიექტი, ეს ხო სასაცილოა და სამარცხვინოა. მე მესმის და რეალურად შეიძლება ძალიან ძალიან ტკივნეული საკითხია ჩემთვის პირადად. აი ჩვენ გავაკეთეთ სიუჟეტი ეგრეთ წოდებული მე ტურისტულ ტრასას ვეძახი თბილისიდან დასავლეთამდე. უამრავი რესტორანია, აი ძალიან ბევრი კვების ობიექტია. ეს არის კარგი თუ ცუდი, ეს უკვე მეორე საკითხია, მაგრამ ყველაზე მტკივნეული საკითხი რა არის ჩემთვის. ელემენტარულად არავის არ მოვიდა აზრათო ამ რესტორნების უკან გადაიხედოს რა ხდება, რა ნარჩენები იყრება მდინარეში. არავის არ მოუვიდა, აი რას აკეთებს უზარმაზარი სტრუქტურა, გარემოს დაცვა, მთელი სამინისტრო ყავს. რას აკეთებს?
რატო ავლენს ამას სახალხო კონტროლი და ვერ ხედავს განამას დაცვა? აი ძალიან ემოციური და ძალიან სამართლიანი. როგორც სულ ემოციური. ყველა გადაცემა თითქმის აქვს ძალიან ემოციური და მათ შორის მინდა გამოვყო აი მოხუცთა თავშესაფარი, ამას აი ვერასოდეს ვერ დავივიწყებ მგონი და ყველა გადაცემისგან გამოვყობ, რომელიც მოხუცთა თავშესაფარში თქვენ გადაიღეთ. ახლა იქ ბავშვის თემაზე არ დავაკონკრეტოთ რაღაც თემებისგან თავშევიკავებ, მაგრამ აი ეს მოხუცთა თავშესაფარი, სადაც საოცარი სიტუაცია, იქვე გეტყობოდა თქვენ თან იმასაც ვამჩნევ რომ სიუჟეტი აშკარად არ არის დაჭრილი და დამუშავებული, რადგანაც პირდაპირ აღიბეჭდება ხოლმე ეს ემოციები სახეზე ქალბატონ მადონას და ეს თავშესაფარი იყო მგონი თქვენთან ერთად ტიროდი და განვიცდი რა მდგომარეობა დაგხვდეთ იქ და ერთად თელი საქართველო ტიროდა. თელი საქართველო ტიროდა და ეს იყო საშინელება. ყველაზე მტკივნეული ჩემთვის იყო, როდესაც მე მივადიქი ქალბატონს, რომელსაც ყავდა ერთადერთი 20 წლის შვილი, გარდაცვლილი და რომელიც ეხვერწებოდა ფლობელს, რომ აი გთხოვთ და გემუდარებით 15 ლარი ჩემი კუთვნილი პენსიიდან საფლავის დასასუფთავებლად გადარიცხეთ და ერთ ბაშად ვერ გაიგოს დასუფთავდება თუ არა. ამან საერთოდ გამანადგურა და მომკლა. ეხლა მომივიდა ინფორმაცია და თქვენ გადაცემაში ვაჟღერებ ამას, გაფრთხილება არის, იმიტომ რომ აი დავესესხები მონანიებას მიწაში ჩავყვები. იმ ქალბატონმა ხრის სახელზე კიდევ გახსნა ასეთივე მოხუცთა თავშესაფარი. აუცილებლად ვიპოვი და გავაკონტროლებ. არავის არ დავაჩაგრინებთ, იმიტომ რომ მე ვიცი რომ მე დღეს რასაც დავთესავ, იმას მოვიმკე. მე ამას არ ვაკეთებ. მარტო საზოგადოების ჩემთვისაც და ჩემი შვილებისთვისაც ვაკეთებ, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია რომ ჩვენ მოხუცებზე ქალბატონო მადონა გარდა იმისა რომ ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო საქმეს აკეთებს და იმსახურებით, ამავდროულად ძალიან ხშირად მიჩნდება ხოლმე განცდა რომ აი შეიძლება რაღაც რისკის ქვეშაც იდგეს თქვენი სიცოცხლე. ალბათ გქონიათ ხო ამ ფაქტის წინაშეც დამდგარხართ და ძალიან ბევრი მტრები ყავთ, როგორც ჩვეულებრივად მოსალოდნელი თემაა ეს, ხო? კი, რა თქმა უნდა. მაგრამ აი ამ რისკების ფასადაც კი გიღირთ, რომ თქვენ საქმე ერთგულად აკეთოთ და ესე პრინციპულად მიყვეთ თქვენ საქმეს და მე მგონი მოსახლეობა გამოაცოცხლეთ და გამოაფრიზლდეთ და ხშირ შემთხვევაში დაფიქრდა მომხმარებელი თუ სად უნდა შევიდეს, როგორ უნდა შევიდეს და ძალიან კარგი გქონდათ, როცა ეტიკეტებს აკრავდით ხოლმე ჩვენ ჩემი და ჩემი ეხლაც ვაკრავ ეტიკეტის მიხედვით ვარჩევდით წლების ობიექტს. განმავლობაში მხოლოდ 10 თუ 11 სახალხო კონტროლის ნიშანი მაქვს გაცემული. ეხლაც ვაკრავთ. უბრალოდ მანქანაში პროდიუსერს მარიკას უდევს ჩანთაში, იმიტომ რომ მოგლეთ, აი ძალიან საინტერესო დისკუსია გამოგვივიდა. ძალიან მაგარი სტუმარი გქონდა, მადონა კოიძის სახით. იმედია ჩვენი გადაცემის სტუმარი კიდევ ხშირად იქნებით. ნადია, ძალიან დიდი მადლობა საინტერესო კონტენტის ორგანიზებისთვის, როგორც ყოველთვის.